ზოგადად რომ სამკვირაზე მეტია შიმშილობს. მოდი, პირველი სასამართლომ რა გადაწყვეტილება მიიღო და რატომ მიიღო ეს არის სასამართლოს გადასაწყვეტი, მე ამაში ვერ ჩავერევი, თუმცა ზიამაღლებელს როცა ვახსენებთ, გუშინ იყო თუ გუშინ მე მგონი ძალიან ისეთი ცილივწამებლური განცხადებები გააკეთა ჩემთან დაკავშირებით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ქალბატონმა ნონა ქურდოვანიძემ და მას უნდა უპასუხო, იმიტომ რომ ეს უბრალოდ მან რაც თქვა, ეს არის ტყვილი და ცილისწამება და ძალიან ცუდია, როცა ეს არის NGO-ს ხელმძღვანელი ესეთ ცილისწამებებს აკეთებს, არ გვიკვირს მათგან, მაგრამ მაინც კონკრეტულად მე ვთქვი მზიამაღლებელთან დაკავშირებით, რომ მე ვუსმინე მზიამაღლებელის ოჯახის წევრებს, რომლებიც აქციაზე არიან ბათუმში და თითოეული მათგანი გამოდიოდა თხოვნით და მოწოდებით, რომ ზია გთხოვთ შეწყვიტე შიმშილობა, იმიტომ რომ ეს საფრთხეს უქმნის შენს ჯანმრთელობას, ეს საფრთხეს უქმნის შენს სიცოცხლეს და არც ერთი ასეთი მოწოდება არ მომისმენია თქო არც მისი ადვოკატებისგან, არც ადვოკატს შეიძლება არც აქვს ამის მოვალეობა და უფლება, მაგრამ არც მისი კოლეგებისგან, არც NGO-შნიკებისგან, არც პოლიტიკოსებისგან და რაღაცა ცილისწამებები, ბულური განცხადებები გააკეთა ამაზე, თითქოს პასუხისმგებლობა გადამაქვს საზოგადოებაზე. არა, პასუხისმგებლობა საზოგადოებაზე არ გადამაქვს, მაგრამ მსგავსი განცხადებები და მოწოდებები რო გააკეთონ, არ იქნებოდა ორიგო და სხვათა შორის აი იმავე განცხადებაში, სადაც მე ცილი დამწამა, იქვე ნონა ქურდოვანიძემ პრაქტიკულად წააქეზა მისი შიმშილობა, იმიტომ რომ ეს არის ადამიანი, ესეთი განცხადება გააკეთა, რომელიც არავითარ შემთხვევაში უკან არ დაიხევს და რაღაცა ესეთი წამქეზებლური განცხადებები გააკეთა და ნუ შეიძლება მზიამ არ შეწყვიტოს შიმშილობა, მაგრამ წაქეზებეთ მაინც, ნუ წააქეზებენ და მის ჯანმრთელობას რაც შეეხება, სადარწმუნებული იყავით, რომ სახელმწიფო მაქსიმალურ ყურადღებას აქცევს. მაგრამ საერთოდ ხელისუფლებაზეა ეს არაერთხელ ითქვა, მათ შორის უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან, რომ ყველა პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნავს პენტენციური დაწესებულება, ეს გასაგებია, მაგრამ აქ აი ორი მიმართულებით მიდის ხოლმე მსჯელობა. ერთი გარკვეული ჰუმანური მოტივებიდან გამომდინარე, რომ შესაძლებელია დამოკიდებულება იყოს სხვანაირი და პლუს ამბობენ, რომ ბრალი არის გადაჭარბებული, რომ ამ საქციელზე შეიძლებოდა და უშუალოდ საქმე სხვა მუხლით აღძრულიყო და არ არის ეს მუხლებზე მოდი ნუვიდავებთ რა, იმიტომ რომ მუხლები თუ სხვა მუხლით უნდა აღძრულიყო, ის მოიგებს სასამართლოს და მარტივად დამთავრდა თემა. მეორედ, რატომ მიიღო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება და არა სხვა გადაწყვეტილება, ეგ მე არ ვიცი, მე ამაში ვერ ჩავერევი, მაგრამ ჩვენ ნახეთ რომ როდესაც მან გააკრა სტიკერი პოლიციელს ზურგზე და არ მგონია ეს ახლა ნორმალური საქციელი რა გითხრათ, მას ადმინისტრაციული წესით დააკავეს და იქვე გაუშვეს და ამის შემდეგ ამას მოყვა მეორე ქმედება რაღაც 1 საათში თუ 2 საათში და როგორც ჩანს სწორედ აი ამ ესეთი მოკლე დროში მომხდარი ორი ქმედების გამო გადაწყვიტა სასამართლომ რომ სასჯელი ყოფილიყო არა გირაო ან რაიმე სხვა, არამედ ყოფილიყო პატიმრობა და ახლა სასამართლოს გადაწყვეტილებაში მე ეჭვის შეტანას ვერ დავიწყებ.